მე ახლა ვიმყოფები მსოფლიოს ახალი საოცრებებიდან ერთ-ერთ საოცრებაზე, პეტრას მიმდებარე ტერიტორიაზე და დღევანდელ ვიდეოში ვიმოგზაურებთ ულამაზეს იორდანიაში. ალბათ ყველას გვინახავს პლანეტა მარსზე გადაღებული ფილმები, სადაც გრანიტის კლდეებში ულამაზესი წითელი ქვიშის უდაბნოები იშლება. ასევე ინდიანა ჯონსის თავგადასავალი და მსგავსი ისტორიები ბედუინებზე. ეს ყველაფერი სწორედ იორდანიაშია გადაღებული, რომელიც ძალიან ბევრი მოგზაურისთვის მის ფავორიტ სამოგზაურო ქვეყანად ითვლება და ასე აღმოჩნდა ჩემთვისაც. იორდანიაში მოგზაურობა დიდი ხნით ადრე მქონდა დაგეგმილი, თან საკმაოდ იაფად. აქ ჩასვლა შესაძლებელია როგორც თბილისიდან პირდაპირ ფრენით, ასევე კვიპროსის ქალაქ პაფოსიდან ან აბუდაბიდან. მოხდა ისე, რომ გამგზავრებამდე რამდენიმე თვით ადრე მის მეზობელ ისრაელსა და პალესტინას შორის დაიწყო ომი. ამან მასიურად შეაჩერა ტურიზმი ქვეყანაში და ჩემი გამგზავრებაც ერთგვარი რისკის ქვეშ დააყენა. თუმცა იორდანია მშვიდობის მომხრე ქვეყანაა, ასევე მათ არ აქვთ არც ნავთობი, არც წყალი და მისთვის ტურიზმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ გადავწყვიტე, რომ გამგზავრებულიყავი და ჩემი დაუვიწყარი თავგადასავალიც აქ დაიწყო. დაი ჩამოვედი იორდანიაში, ჩემს ერთ-ერთ საოცნებო ქვეყანაში. პირველ დედაქალაქის დათვალიერებით დავიწყე. იორდანიაში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებს ვიზა გვჭირდება, რომელიც აეროპორტში გაიცემა და $60 ღირს. თუმცა თითქმის ყველა ქვეყნის მოგზაური შესვლისთვის აკეთებს ეგრეთ წოდებულ Jordan Pass, რომელიც ვიზასაც შეიცავს და ასევე იორდანიის ცნობილ ორმოც ღირსშესანიშნაობაზე შეგიძლიათ ამ ფასით შესვლა. ამისათვის სავალდებულოა, რომ მინიმუმ 3 ღამე გაათენოთ იორდანიაში. მისი ღირებულება $100-ია და შეგიძლიათ როგორც წინასწარ გააკეთოთ ონლაინ, ასევე ადგილზე აიღოთ. მე წინასწარ მქონდა აღებული და ძალიან მარტივად და სწრაფად შემიშვეს. აეროპორტის გარეთ ჯიხურში შევიძინე ავტობუსის ბილეთი და გავემგზავრე ქალაქისკენ. ჩასვლისთანავე იგრძნობა, რომ ქვეყანას უჭირს ეკონომიურად, თუმცა ადგილობრივები უზომოდ თბილები და მეგობრულები არიან. ქუჩებში სრული ქაოსია. ავტობუსის გაჩერებებით თითქმის არ აქვთ და ვარაუდით მიყვები ტრანსპორტს. მოკლედ ამ ჩემ ავტობუსმა გადაუხვია სხვა მხარეს, არ მაწყობდა უკვე შორდებოდა იმ სასტუმროს, სადაც დაჯავშნილი მაქვს და გადავწყვიტე, რომ ჩამოვსულიყავი და ჩემით მეყოლა გზა. ძალიან მოუწესრიგებელი არის იმ კუთხით, რომ გაჩერებები ფაქტიურად ვერ იგებს სად არის გაჩერება. ავტობუსებს ნომრები არ აწერია, რანაირად მოძრაობს ეს ხალხი. რაღაცნაირი სხვა განსხვავებული სისტემა არის ამ ქალაქში. მაგრამ არა უშავს, გვაქვს Google Map-ი, რუკა და ამ რუკით შევეცდები, რომ გავიკვლიო ახლა გზა. ახლა ფაქტიურად ქალაქის ცენტრში ვართ. ნახე, რამდენი თხები არიან, ეგ 2 თხაჭი დავობს კიდეც ერთმანეთში. ეს ამოთ დასახლება არის აქ. აი ესეთი მიმდებარე ტერიტორია არის გარშემო. იგივე პროფილაქტიკები არის სამანქანო. ეს იქ. ამაში ცხოვრობს იორდანიის მოსახლეობის უმეტესობა და ეს 4 მილიონზე მეტ შეადგენს. აქ ცხოვრობენ არაბები და პალესტინელები, რომლებიც ისრაელიდან ისრაელ-არაბეთის ომის შემდგომ გადმოსახლდნენ. მე პირადად მოგზაურობის დროს ძალიან მიყვარს არატურისტული ქუჩებით კონკრეტულ დანიშნულების ადგილზე მისვლა. აი ხა მაგალითად შემოვედი აი ამ ქუჩაზე, სადაც ადგილობრივებს ერთგვარი ბაზრობა აქვს გამართული, რას აღარ ნაყავ გამოტანილს, ანუ ხილბოსნეული ტანსაცმელი ნაგავი, მანქანები,
ბავშვები, კატები, ყველაფერი ერთმანეთში არის, არეული სრული ქაოსი არის და რაღაცა დადებითი მუხტი არის. აი ხა მაგალითად აქ შეხედე ჩემს უკან ხილ ბოსნეული არის და იმის უკან არის ტანსაცმელი, ესე დაყრილი მთაზგორა. ჰალო. ძალიან საყვარლები არიან, მეგობრულები არიან. რაღაც გიღიმიან, უხარიათ რომ ხედავენ სტუმარს. ენა არ იციან, მაგრამ რაღაც გამოხატავენ დადებით დამოკიდებულებას. სასტუმრო ქალაქის ისტორიულ ცენტრში ავიღე, რომელიც საკმაოდ კარგ ფასად დაუჯავშნე ბუკინგზე. უნდა ითქვას, რომ ისრაელის ომის შემდეგ აქ ფასები საკმაოდ დაკლებულია. იმ საღამოსვე გადავწყვიტე წავსულიყავი ამანის მთავარ ღირსშესანიშნაობაზე, ამანის ციტადელზე. აქ შესასვლელად უკვე გამოვიყენე ჯორდან ფასს. ციტადელი ამანის მაღლა გორაგზია განთავსებული და ქალაქის საუკეთესო ხედებიც სწორედ აქედან ჩანს. ქალაქი ამანი 4 მილიონზე მეტი მაცხოვრებლით და რაც ყველაზე მთავარი დამახასიათებელი არის ამ ქალაქისთვის, ანუ ამანის მუნიციპალიტეტს აქვს ესეთი დებულება, რომ ქალაქში არ შეიძლება 4 სართულზე მეტი შენობის აშენება. შესაბამისად, ეხლა რასაც ვხედავთ, ეს ყველა შენობა არის 4 სართულიანი. ექვით არის გალესილი, ასე ვთქვათ, და სწორედ ამან მისცა ამ ქალაქს ესეთი იერსახე, რომელიც ძალიან ბევრ ტურისტს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეხლა უკვე იკეტება სამწუხაროდ, მაგრამ შევეცდები, რომ მზის ჩასვლა მაინც გადავიღოთ აი ნაწილში. ის უძველესია და მისი ისტორია შუა ბრინჯაოს ხანიდან იწყება. აქ იგრძნობა მრავალი იმპერიის გავლენა. ყველაზე ცნობილი შენობა კი არის ჰერკულესის სასახლის ნარჩენი, რომელიც რომაულ პერიოდს უკავშირდება. ახლა როგორც გვესმის, მოკლედ საღამოს ლოცვა სრულდება მთავარ მეჩეთში და მთელ ქალაქში ისმის ეს ხმები. მალევე დაღამდა და საღამოს ამანის ქუჩებში გავისერნე. საკმაოდ ცოცხალი ქალაქია, რომელსაც გვიანობამდე არ სძინავს. აი, ძალიან აქტიური ღამის ცხოვრება არის, ეხლა რასაც ხედავთ გარშემო, ყველა გარეთ არის გამოსული ბაზრობები, ვაჭრობა, გადახურდავება, ბახშამი, რა ვიცი, სხვადასხვა სახის გასართობა და აქტივობებს ხედავთ ეხლა აქ გარშემო და რა ვიცი, ძალიან საქმიანი აქტიური ხალხი არის, ყველა თავის საქმეში არის ენერგიულად ჩართული, აი ისეთი მოძრაობა და ისეთი აქტიურობა არის ეხლა გარშემო, რომ აი რა ვიცი, ვერ წარმოვიდგენ, რომ რაღაცა საღამოა და ესენი ახლა მალე დაიშლებიან ასე ვთქვათ, ზოგადად არაბულ ქვეყნებში უყვართ გვიან საღამოს გამოსვლა გარეთ და ესე აქტიურად ყოფნა და მუშაობა. აი ეს კაცი. მეორე დღეს კი გადავწყვიტე შევსულიყავი ასევე ცნობილ რომაულ თეატრზე, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა შუაგულ არაბულ დედაქალაქში. მისი ისტორია მეორე საუკუნიდან იწყება და უკავშირდება რომაული იმპერიის გავლენას, რომელიც თვით იორდანიამდე ვრცელდებოდა. ეს თეატრი შედგება 6000 ადგილისგან და დღემდე იმართება სხვადასხვა მუსიკალური ღონისძიებები თუ ცერემონიები. ის სპეციალურად ისეა აგებული, რომ მზემ არ შეაწუხოს მაყურებელი. ეხლა შემოვედით რომაულ თეატრში შიგნით, აქ შემოსვლა არის ფასიანი, მაგრამ ჯორდან ფასი რო ბაჩვენე, აქ დაცვამ მითხრა, რომ კითხა ესე სადაური ხარო, მე ვთხარი ქართველი ვარ თქო და
არ არის პრობლემა, შემთხვევით უფასო არის, ესე შემომიშვის შიგნით. ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი არის გარშემო. ეხლა ეს სადაც ვდგავარ, ეს არის მთავარი სცენა, საიდანაც იმართებოდა აქ ადრე სხვადასხვა კონცერტები და წარმოდგენები. დანარჩენი ეს სივრცე საკმაოდ დიდი არის, ძალიან შთამბეჭდავი და ლამაზი არის. ამოვედი რომაული თეატრის სულ ზედა ნაწილში და აქედან ქვემოთ ასეთი ხედი გადაიშალა. მასე შთამბეჭდავი მთლიანად ეს თეატრიც ჩანს და უკან ეს ძველი ქალაქიც. იმ საღამოსვე უკვე გავემგზავრე იორდანიის სამხრეთით ქალაქ ვადი მუსაში, სადაც მდებარეობს ცნობილი პეტრა. ღამე ვიმგზავრე, მაგრამ აშკარად საგრძნობი იყო, რომ ქალაქიდან უდაბნოში და ნახევარუდაბნოებში გავაგრძელე მოგზაურობა, რომელიც იორდანიის ტერიტორიის 99%-ს შეადგენს. ქალაქი ვადი მუსა ულამაზესად განათებული დამხვდა. ქალაქში ღამე იმიტომ ჩავედი, რომ პეტრას მონახულება დილიდან ადრევე უნდა დაიწყო, რადგან საკმაოდ მასშტაბური კომპლექსია და დროს მოითხოვს. ჩამოვედი ვადი მუსაში, რომელიც არის პეტრას მიმდებარე ქალაქი. აქედან 3 კილომეტრში არის პეტრა, იქ პირდაპირ ჩანს. უკვე შორიდან ჩანს, როგორი ლამაზი არის, როგორი შთამბეჭდავი პეტრა და ამიტიც კარგი თბილი. რო ჩამოხვიდე პეტრაში, ვადირამის უდაბნოში და ასე შემდეგ, ყველაზე მოსახერხებელი არის, რა თქმა უნდა, მანქანის დაქირავება, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც ვთქვი, არ არის ძალიან განვითარებული იორდანიაში. გუშინ შევეცადეთ დაგვექირავებინა მანქანა. როცა ხედავენ, რომ ტურისტები ხარ, რა თქმა უნდა, ცდილობენ, რომ უფრო ძვირი გითხრან, როგორც ყველა ქვეყანაში ხდება ხოლმე ეს. მოგვიწია 3 სხვადასხვა ქირავების კომპანიაში მისვლა და საბოლოოდ ვნახეთ ისეთ საკმაოდ კარგ ფასად თავისი დაზღვევით აუცილებლად უნდა დაიქირავოთ. რაც შეეხება გზაზე მოძრაობის წესებს, საკმაოდ ქაოსური მოძრაობა არის. აქ ნაკლებად არის საგზაო მანიშნებლები, არის შემთხვევებიც, რომ ადამიანები საპირისპირო მიმართულებით მოდიან. ეხლა უკვე ვტოვეთ ვადი მუსას და დანარჩენი უკვე პეტრადან გავაგრძელებთ. პეტრაზე შესასვლელად გამოვიყენეთ ჯორდან ფას. შესასვლელში ვეჯგზნობოდა მეზობლად მიმდინარე ომის გავლენა. მხოლოდ პეტრას წელიწადში 9 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს და ამჯერად მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი ელოდებოდა რიგს. ეს ერთის მხრივ კარგი საღამოსია ჩემთვის, რადგან თითქმის ცარიელი პეტრა ვნახე, რაც იშვიათი სანახავია. ეხლა აქედან იწყება უკვე მთავარი შესასვლელი, მე გავიაროთ ეგრეთ წოდებული სიკის კანიონი, საიდანაც უკვე გავალთ იმ მთავარ სიმბოლოსთან, რომელიც პეტრეს მთავარ სიმბოლოდ ითვლება. ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროს თანახმად, იორდანიაში მდებარეობს 100,000 არქეოლოგიური და ტურისტული ადგილი. ის უმდიდრესი ქვეყანაა. ეს მსოფლიოს საოცრება კლდოვანი ქალაქია, რომელიც წარმოადგენს იორდანიის სამეფოს სიმბოლოს. პეტრა ცნობილია როგორც ნაბათელთა ცივილიზაციის ქალაქი. აქ 1 კილომეტრს ვიწრო კანიონში გადიხარ, რაც გარშემორტყმულია ულამაზესი ბუნებრივი 60 მეტრიანი კლდეებით. ძველი სავაჭრო გზა და ქარავნები სწორედ პეტრაზე გადიოდა, რადგან აქ მოიპოვებოდა წვიმის წყალი, რომელიც პირდაპირ კლდეში გამოკვეთილი წყალსაცავებიდან მიიღებოდა.
არის, როგორც ისეთ პეტრა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში დაკარგული იყო და შვეიცარიელმა მოგზაურმა იპოვა შემთხვევით ეს ბოლო მოგონი მე-19 საუკუნეში აღმოაჩინა. სიტყვა პეტრა კლდეს ნიშნავს. აქ ყველაზე ცნობილი ეს გამოკვეთილი ტაძარია, რომელიც ფარაონის საგანძურის სახელით არის ცნობილი. ჩვენი პლანეტა არის საოცრებო, რომ ახსით მრავალფეროვნებას გვთავაზობს ერთ პატარა დედამიწაზე. შეხედეთ, აი რა ხლა გიგანტი უზარმაზარი კლდეები არის, ახლა ესე ამართული და თან როგორი ლამაზი ფერადი. აი ესეთ ადამიანის ფიგურას წავაწყდი ახლა. გვერდინ მგონი რაღაც ცხოველი არის შევარობით აქლემის ფეხები. კლდეში არის ესე გამოკვეთილი. აი გამოჩნდა მოკლედ ეს თავარი ნაწილი. ბოჭდავი არის ძალიან ლამაზი. ცნობილი ადგილი აქ ფილმი რომ არის გადაღებული ინდიანა ჯონსი, განძურს რომ ეძებენ და რა ვიცი, მაინც ბევრი ტურისტები არიან, რომ მეგონა რომ არ იქნებოდნენ, მაინც ბევრი ტურისტები არიან. ძალიან ლამაზი არის. აი ესეთი სიტუაცია შეიქმნა ზუსტად 3 დღის წინ დაკეტილა ის ასასვლელი, საიდანაც იღებდნენ ამ მთავარ ფონზე ფოტოებს, არ გამიმართლა. და ნახეთ ახლა ერთი ადგილი აქვს ნაპოვნი ტურისტებს და აქ დგება ყველა რიგში, მეც იქ ჩავდექი, სხვა რა გზა იყო. აი ესე ამოვედი და ახლა გადავიღებ აქედან რამდენიმე ფოტოს, იმედია კარგი ხედებით გამოვა. აი ესე. პეტრას მთავარი ტაძრიდან მერე გრძელდება ესეთი გზა, გამოსასვლელი არის. აქედანაც იწყება მთელი რამდენიმე კილომეტრი არის გასავლელი. პეტრაში უამრავი გამოქვაბული და სამარხია. ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ გაქცევს აქ მოგზაურობა. ზოგადად პეტრას მონახულებას 3 დღე სჭირდება, მაგრამ ძირითად სანახაობას 1 დღეშიც ნახავთ. სადაც არ უნდა გაიხედო, აი გაუცებას ვერ მალავ ისეთი შთამბეჭდავი ხედები იშლება. შეხედეთ რა მაგარია. თვითონ პეტრა მდებარეობს ზღვის დონიდან 900 მეტრზე და აი მთლიან ამ ტერიტორიაზე არის გადაშლილი, ახლა რასაც ვხედავთ, ცხოვრობდნენ კიდეც ამ გამოქვაბულებში და პეტრას თვითონ არაერთი ბრძოლა და ომი აქვს გადატანილი. ანუ კედლებზეც ეტყობა ნატყვიარები, კარგად რომ დავაკვირდეთ და ძალიან დიდ ისტორიას ინახავს მოკლედ ეს მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. აი ესე გამოიყურება ეს გამოქვაბულები შიგნიდან. პეტრას გამოქვაბულები და შეხედეთ ზემოთ რა ლამაზი ფერები არის აი ეს. აი ეს რა არის ღმერთო ჩემო. ძალიან ლამაზი არის აი. აქაც შეხვდა რომაული ამფითეატრი, რომელიც რომაელების ბატონობის ნიშანია. პეტრაში დღემდე ცხოვრობენ ადგილობრივი ბედუინები და ძირითადად სავაჭრო საქმიანობას ეწევიან. ესენი არიან თანამედროვე ტიპის ბედუინები. დღევანდელი დღის ბედუინები ესენი რა დადიან ახლა იქ ზემოთ. თავისი სტილი აქვს ჩაცმის. ცხოვრების სტილის. Location. Yes. Go to location Wadra. Okay. You said that we are going there and director for the location go for you. Okay? You're waiting for. ეხლა ველაპარაკი ადგილობრივ რეინჯერს.
და მითხრა რომ ეს პოლიციელები რეალურად არიან იმის გამო რომ აქ ბედუინებს შორის ერთგვარი დაპირისპირება ხდება და მაგ მიზეზით დგანან აქ მოკლედ რა 6,000-მდე ბედუინი ცხოვრობსო აი ამ გამოქვაბულებში და რაღაც ბიზნესთან დაკავშირებით ერთმანეთში რაღაც გაურკვევლობა შეიქმნეს. აი ესეც ბიზნესებზეა ლაპარაკი. გაშალეს ფაქტიურად ესეთი ძალიან ბევრი პეტრაში და ამას უკრძალავენ. ესე გავდივართ დროზე ადრე დაკეტეს აი ამ სიტუაციების ბედუინების სიტუაციებიდან გამომდინარე ფაქტიურად უკან ნაწილში არც კი შეგვიშვეს მაგრამ რაც ვნახეთ ესეც უკვე ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი იყო იქ შეხედე იქ რა ლამაზი არის ესე დაიჭირა დაწერა გაზა ეხლა როგორც ხედავთ მოვდივარ ცარიელ პეტრაში ესეთი რაღაცა აქ არ არსებობს აი თითქმის არ არსებობს არასდროს არ ხდება ესეთი რაღაც იმდენი ტურისტი არის ყოველთვის ესეთი სუვენირები არის აქ წარმოდგენილი პეტრადან იმ საღამოსვე წავედი ვადირამის უდაბნოსკენ, რომელიც 100 კილომეტრში მდებარეობს. უდაბნოშიც ღამე მივედი, სადაც ბედუინების კარავში დავბინავდი. აქაც სამწუხაროდ ტურისტებისგან დაცლილი სევდიანი გარემო დამხვდა, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან სიმშვიდე და ჰარმონიას უფევდა. ჩვენი მასპინძელი ბედუინი უგემრიელესი იორდანიული ჩაით გაგვიმასპინძლდა და თავისი საქმიანობის შესახებ მოგვიყვა. You drink often? Tea? 3-4 cartons per day like this. Per day. Yes. And with too much sugar. With too much sugar? Great. Thank you. Wow. ესეთი ჩაი მოგვიმზადა ეხლა ჩვენმა მასპინძელმა. გითხრა რომ უდაბნოში მზის ამოსვლა ულამაზესია და მეც დილით ადრე სპეციალურად ავდექი და მზის ამოსვლა გადავიღე. მოკლედ ადგილობრივ ბედუინებს აი ესე აქვთ კარვები, სხვადასხვა ადგილზე განაწილებული თითოეული არის. ერთი მესაკუთრის ეს უდაბნოს მცენარეები როგორ მომწონს რა ლამაზი არის. და შეხედეთ ფონი, ხედი, აქ რო გაიღვიძებ, თან ესეთი სიწყნარი არის, არავინ არ არის. დიდ კარვებს თავისი აქვს, აბაზანაც აქვს, სველი წერტილი, დანარჩენ პატარებს არა. და აქეთ არის ის დანარჩენი სივრცე, სველი წერტილი და სამზარეულო აქეთ არის. აი ესეთი საუზმე გვეკუთვნის დილით, გაგვიმზადეს ჩემო მეგობრებმა. ძალიან ლამაზად. ადგილზე გვთავაზობენ უდაბნოს საათობრივ ჯიპ ტურს. რომელიც აუცილებლად უნდა გამოსცადოთ ვადირამის უდაბნოში მოგზაურობისას. ვადირამი ბუნების სასწაულია. ეს იყო დაუვიწყარი და ყველაზე შთამბეჭდავი ტური. გარემოცული ხარ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი წითელი უდაბნოთი და თავი მართლაც პლანეტა მარსზე გონია. ადგილობრივი ბედუინები გიდებად მუშაობენ, რომლებიც ძალიან ზრდილობიანად ემსახურებიან ტურისტებს. ქალი მოგზაურისთვისაც კი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს აქ დარჩენა. ჩვენი გიდი 22 წლის ოთარიაკი იყო, რომელიც იქ დაიბადა და გაიზარდა. ინგლისურით ტურისტებთან ურთიერთობით ისწავლა. This is your camels? No. From people here, not here. So what they doing here? They eat. I see. ეხლა მოკლედ აი ამ საწყალ
აკლემს აი ესე ფეხები გაუნასკეს, რომ ტურისტებისთვის იყოს, შორს ვარ წავიდეს და არ გაიქცეს და ძალიან მეწოდება ეხლა ესეთ მდგომარეობაში რო არის. მაგრამ რას ვიზავთ? ვერ შევცვლი ამათ წესებს. ეხლა მოვედით შემდეგი დანიშნულების ადგილზე, საიდანაც უნდა ავძვრეთ აგზემოთ კლდეზე. ეხლა მოვედით აი აქ. მოვედი აი ხიდზე. შეხედე რა ხედები იშლება ჩემს უკან. ამაზე მეუბნება ეხლა რომ ამას ვეძახითო გამდნარ ნაყინს, თას ეს ნაყინი ქმებაო და ეს შედარება გააკეთეს. Like Nabatean temple inside. This one you have like inscription for Islam. For this one you have like canyon on top. And up you have like this. Wow. And this one you have like inscription. Now you see everything inside. Caravani. Yeah, caravan. Yes. You have like this one for him. Caravan. ესეთი ლამაზი თა უნდა ავიაროთ ახლა ზემოთ ავიდე ფეხი მაგრა თეფლობა ხათაშორის რამდენადაც სითი მარტივი ჩანს რეალურად ძალიან რთული არის აი ამ სილაში აღმართზე ამოსვლა და მაგიტომ სპეციალურად ქვები აქვთ ჩალაგებული რომ როგორც კიბის საფეხურები ისე გამოიყენო აი ავედით კლდის წვერზე, საიდანაც ისეთი ხედები გადაიშალა, სიტყვებით რომ ვერ გადმოსცემ ამ შთაბეჭდილებებს. აკლემების მოვლის წესი გაგვაცნო და გაჩვენე როგორ მოიპოვებენ წყალს უდაბნოში. Inside it's water. Yeah, inside mountain. Yes. You have like slowly. Yeah. Like drop by drop. And it's always like this? Always. This is you have like winter, summer, every time no stop. Oh, this is good. Yeah, this you have like come back here, you have like a drink. After you go back, you have like stay 3 days. ჩემმა გიდმა აგვხსნა რომ ეს არის ის ადგილი, საიდანაც აკლემები სხვავენ წყალს. აი ჩემს უკან ჩანს აი მკლდეში ერთი ხე რომელიც ჩანს, აი იქიდან მოდის წყალი მოკლედ. ძალიან ცოტა რაოდენობით, წვეთობით, მაგრამ იქ გროდება თავარი წყალი ამ ადგილის, სადაც ადამიანები იყენებენ ამას როგორც აკლემებისთვის, რომ აკლემებმა ძალიან წყალი, ასევე თვითონ ადამიანებმა რომ გამოიყენեն ეს წყალი. ეს მილებით ჩამოდის წყალი რომ ხედავთ და აი ამ ადგილზე გამოდის. ეს არის უკვე აკლემების სასმელი. და აქედან სვავენ უკვე აკლემები. აი მეორე ნაწილი რომელიც ჩამოდის, ის იქით გადის, რომ უკვე ადგილობრივებმა ბედუინებმა დალიან წყალი. ეხლა მან ეს უნდა დააწვინოს.
აი, უნდა დააწინა, ახლა სპეციალურად ჩემთვის აწვენა და თან მეწოდება. But if doesn't want, it's okay. ეხლა უკვე შუა დღის 12 საათი არის და ისე დაცხა. ზამთარი არის, ჩვენთან ზამთარი არის, მაგრამ აქ ძალიან დაცხა. წარმოიდგინეთ ზაფხულში რა ხდება აქ. დღისით გაუსაძლისი იქნება. გაჩერება, ამიტომ რომ მოვედით, მოგთხოვეს რომ მზის კრემები წაგვესვა აუცილებლად. ეხლა შემოვედით სოფელში. ვადირამის სოფელში დასრულდა უდაბნოს ნაწილი და აქედან უკვე დავტოვოთ ეს ტერიტორია. შემდეგი მიმართულება უკვე ქალაქი აქაბაა. იორდანიის უკიდურეს სამხრეთში მდებარეობს და სამ ქვეყანას ესაზღვრება. ეს ქვეყნებია ისრაელი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი. აქ მდებარეობს წითელი ზღვა, რომელიც ერთ-ერთი ულამაზესი წყალქვეშა სამყაროთია ცნობილი. მოვედი ახლა სანაპიროზე. ბევრი ხალხმრავლობა არ არის, ვინც არიან უფრო ისე ტრადიციული სამოსში ჩაცმულები არიან და ნახოთ აბა თუ წყალი თბილი იყო, ჩვეულებრივად შევავიბანავებ. აი ეს არის წითელი ზღვა. წინ პირდაპირ არის ეგვიპტე, იქით ისრაელი, იქით იორდანია და იქით მეორე მხარეს საუდის არაბეთი, საზღვარი ჩანს. ახლა იქით ნაწილში არის საუდის არაბეთი. არ ვიცი რამდენად კარგად ჩანს ცეცხლი. ცეცხლიანთია იქ. ნავთობის გადამუშავების თემა ხდება იქ. ასე ახლოს არის საზღვარი. ერთ სივრცეში არის ფაქტიურად 4 ქვეყნის საზღვარი მოქცეული: საუდის არაბეთი, იორდანია, ეგვიპტე და ისრაელი. აი ეს არის კენჭები წითელი ზღვიდან ამოღებული, თვითონ წითელი ფერი. სამწუხაროდ ომის შედეგად ამ ქალაქში გაუქმებულია შიდა და საერთაშორისო ფრენები და მთლიანი ქალაქი ერთსევდიან დასახლებას წარმოადგენს. ქალაქ აქაბაში ერთი დღე გავჩერდი. აი ხა პირდაპირ ხედავთ ისრაელს, იქით, ზღვის იქით. აქეთ არის იორდანია და სასაზღვრო პოლიცია დადეს. აი ეს არის ღამის აქაბა, გამოვედი ახლა სანახავად, ხა ცენტრალურ ქუჩაზე ვარ, ყველაზე ისეთი ტურისტულზე, აღმოჩნდა ისე რომ ტურისტის საერთოდ არ არსებობს. ჯერ არც ერთი ტურისტი არ შემოხდრია. განაცდა ღამის ისრაელიც. აი ხა ღამეში უფრო გამოიკვეთა ის სიახლოვე. გამოვედი ეს დღის აქაბა უნდა გადავიღო. ლამაზი არის დღისი ცხოთა შორის. ეხლა გამოვედით ამ წითელი ზღვის პორტში. ზოგადად ეს ქალაქი ცნობილია როგორც საპორტო ქალაქი და ეხლა ჩემს უკან რაც ჩანს, ეს არის საკრუიზო სერვისი წარმოდგენილი არის. აქ წითელ ზღვაზე შესაძლებელი არის რომ აიღო კრუიზი და გაისეინო რამდენიმე საათით. ადგილობრივებს აქვთ ეს მომსახურება.
ცოტა ძველებური ნავები კი აქვთ გამოტანილი, მაგრამ ეს არის რაც არის და თუმცა არის რა თქმა უნდა შედარებით მაღალფასიანი და შედარებით მაღალხარისხიანი ნავები და იახტებიც წარმოდგენილი და აი აქ არის შესაძლებელი მოკლედ რომ გაისეირნო და ერთდროულად დაათვალიერო 4 ქვეყნის სანაპირო: იორდანიის, ისრაელის, ეგვიპტის და საუდის არაბეთის. ერთ პატარა სივრცეში 4 ქვეყნის სანაპირო ზოლები რო დაათვალიერო და მოკლედ აქაბაში ჩამოსვლისას შეგიძლიათ რომ მსგავსი სერვისითაც ისარგებლოთ. შემდეგ გავამგზავრეთ ჩრდილოეთით მკვდარი ზღვის მიმართულებით. ამჯერად სხვა გზით წავედით, რომელიც ისრაელის საზღვარს 200 მეტრში მიუყვებოდა და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სათავგადასავლო მგზავრობა. ეს არის იორდანია ისრაელის საზღვარი, სადაც ჩანს იქით გამწვანებული ტერიტორია რა ჩანს, ეს უკვე არის ისრაელის მთები, ეს ახლოს არის საზღვარი. სამწუხაროდ ომის დაწყების შემდეგ აქაბას თავზე თვითმფრინავები ფაქტიურად აღარ დაფრინავენ და ყველა ავიაკომპანიამ აქ რეისები შეაჩერა სამწუხაროდ. გზაზე საერთოდ არ მოძრაობენ მანქანები, მხოლოდ იშვიათად რამდენიმე ტრაილერი გაივლიდა და ჩვენი აქ გამოჩენა გაოცებას და ინტერესს იჩენდა. გზად რამდენჯერმე შეგვაჩერა და შეგვამოწმა სამხედრო პოლიციამ. გვითხრეს არ გავჩერებულიყავით და მალე დაგვეტოვებინა მიმდებარე ტერიტორია. აი ეს ახლოს არის აეროპორტი, ფაქტიურად საზღვარზე არის ეს ისრაელის აეროპორტი. ნახეთ როგორი ღობე არის გავლებული. შეღობილი არის საზღვარი. გზად ულამაზესი უდაბნოები გავიარეთ. არ ვიცი ხა რამდენად გარკვევით ჩანს ახლა ცოტა აღმართია, მაგრამ აი პირდაპირ მიდის აკლემების ქარავანი, აი ეს ზოლი მიდის და ლამაზი არის აქედან ახლა რასაც ხედავ. ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ მივედით მკვდარ ზღვაზე, იორდანიის მხრიდან, რომელიც მსოფლიოს უნიკალურ ზღვად ითვლება. ის კვეთს იორდანიის და ისრაელის ქვეყნებს და ორივე მხრიდან არის შესაძლებელი აქ მოხვედრა. რამდენიმე საათიანი მგზავრობის და რამდენჯერმე პოლიციის მიერ გაჩერების შემდეგ, როგორც იქნა ჩამოვედი მკვდარიზღვის სანაპიროზე. ეხლა სადაც არის მივართ უკვე იმ ადგილზე, რაც უშუალოდ ბანაობა არის შესაძლებელი. მკვდარიზღვა მდებარეობს ზღვის დონიდან ქვემოთ 400 მეტრზე და ეხლა სწორედ ეს მანქანა ჩადის ქვემოთ, ანუ ზღვის დონიდან ქვემოთ ჩადის და ძალიან ლამაზი ხედები არის წინ გადაშლილი. ის მარილიანობით 33-ჯერ მარილიანია ჩვეულებრივ ზღვებთან შედარებით და აქ არ ხარობს არანაირი ცოცხალი არსება. ვედი მკვდარ ზღვაზე, აი ესე გამოიყურება მისი სანაპირო. მარილიანი, როგორც რა თქმა უნდა ახასიათებს, ძალიან ლამაზი არის. გაზაფხულზე მეორე მხარეს ვარ ნამყოფი, იქით არის ისრაელი, ეს მთები არის ისრაელის მთები და აქეთ არის იორდანია. იქიდან მაშინ ხედავდი ამ ნაწილს, ამ მთებს და ეხლა აქ ვარ. ზეთოვანი წყალი არის, ახლა ხელს ვეჩაყობ. ისეთი მარილიანი არის, რომ ზეთად არის, უკვე ზეთის მასად არის გადაქცეული. მკვდარი ზღვა ცნობილია სამკურნალო თვისებებით. განსაკუთრებულია მისი ტალახი, რომელიც კანს აჯანსაღებს და მინერალებით ავსებს. ვცდილობ რომ ვიპოვო მკვდარი ზღვის ტალახი. ჯერ მცირე რაოდენობით ვიპოვე, აი ასე გამოიყურება დაახლოებით, აი ესეთი არის, რომლის წასმაც ძალიან სასარგებლო არის კანისთვის. კანის დაავადებებისთვის,
ბაქტერიებისთვის და ასე შემდეგ. ახალგაზრდავებს კანს და ძალიან ესეც სასიამოვნო ნაზს ხდის, იმიტომ რომ სხვადასხვა მინერალებს შეიცავს ეს მკვდარი ზღვის ტალახი და ეხლა შევეცდები რომ წავისვა ხელზე. როგორც კი ისმევ ამ ტალახს, ეგრევე გრძნობ რაღაცა იმ სუბუქ წვას. ეს უნდა გაიჩინო დაახლოებით 5 წუთით და მერე ამ წყალშივე უნდა ჩამოიბანო. მკვდარი ზღვა კიდევ იმით არის ცნობილი, რომ ეს არის მსოფლიოში უძველესი პირველი დასასვენებელი კურორტი. ანუ ეს არის ძველი წელთაღრიცხვიდან მოყოლებული. იქიდან იწყება ამის ათვლა როგორც დასასვენებელი კურორტი. მკვდარი ზღვა იყოფა ორად, ნახევარი ეკუთვნის იორდანიას, ნახევარი ეკუთვნის ისრაელს. აი ეს უკან მთები არის ისრაელი, როგორც უკვე ვთქვი, იქაც ვარ ნამყოფი და იქიდან გადმოვხედი ამ ხედს და ეს ნახევარი ნაწილი ეკუთვნის იორდანიას. გამომდინარე თავისი მარილიანობიდან და ასევე წყლის დეფიციტი, რომელიც ორივე ქვეყანას გააჩნია, ეს ზღვა უფრო და უფრო იკლებს და რაღაც მომენტში საერთოდ გაქრება. მკვდარი ზღვიდან კი პირდაპირ აეროპორტში გავამგზავრე, საიდანაც კვიპროსში გავფრინდი. სამწუხაროდ ომიდან გამომდინარე თვითმფრინავი ეგვიპტის გავლით გაფრინდა კვიპროსში. მიუხედავად ამ შეზღუდვებისა და სტრესისა, იორდანიამ დატოვა დაუვიწყარი შთაბეჭდილება და ჩემი ფავორიტი ქვეყნის სტატუსი დაიკავა. იმედია მალე მშვიდობა დაისადგურებს და აღდგება ტურიზმი. ეს ის ქვეყანა, სადაც მე აუცილებლად დავბრუნდები. აი ესე გამოიყურება იორდანიის ფული, ეს არის 10 დირჰამი, რომელიც არის $14 ეკვივალენტი. ასე გამოიყურება 5 დინარი, აი 5 dinars. თუ იორდანიაში ჩამოსვლისას დაგჭირდებათ მანქანის დაქირავება, საკუთარი გამოცდილებით გირჩევთ რომ დაიქირავოთ აი ამ კომპანიასთან. ძალიან კარგ ფასადაც აქვთ, ადამიანური პირობებიც აქვთ. არ ცდილობენ რომ მოგატყუონ, ოფიციალურადაც არიან და დაზღვევით გაძლევენ მოკლედ მანქანას მოკლედ კარგი პირობები აქვთ რა. და ნამდვილად არიან. დაწოვის დაახლოებით მთელი იორდანია რომ შემოიარო 45 იორდანული დირჰამი, ანუ დაახლოებით სადღაც $60-მდე მაქსიმუმ გაიხარჯა ამაში.